New Hospitals-ის რუბრიკით ვაგრძელებთ ეთერს, თუ თქვენ შაკიკის დიაგნოზი დაგისვეს და ხშირად გააქვთ შაკიკური თავის ტკივილი, გიჩნდებათ კითხვა, რისი გაკეთება შეიძლება ამ ტკივილის თავიდან ასაცილებლად. ქრონიკული შაკიკის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ 2010 წელს დამტკიცდა უნაბოტულოტოქსინი, ანუ იგივე ბოტოქსი, ქრონიკული შაკიკური თავის ტკივილების მქონე მოზრდილების კვლევებში ბოტოქსის ინექციებმა შეამცირა და სხვა სახის თავის ტკივილი საერთოდ გააქრო. ბოტულინოთერაპია შაკიკის სამკურნალოდ, ეს იქნება თემა, რომელზეც ვისაუბრებს დღეს New Hospitals-ის რუბრიკაში. შემოგვიერთდა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ მარღანია. მოგესალმებით. თემურ, მადლობა. ხართ ჩვენთან. სანამ ამ თერაპიაზე ვისაუბრებს, მანამდე მოდით ბევრმა იცის, მაგრამ მაინც შევეხოთ შაკიკს. მე უფრო ვიცი, რომ მე უფრო მგონია, რომ ბევრმა არ იცის რეალურად შაკიკი. როგორ შეიძლება შაკიკის ამოცნობა? იმიტომ რომ შეიძლება იყოს ეს ტკივილი და მით უმეტეს საწყის ეტაპზე მაინც ვერ მიხვდეს ადამიანმა. ვერაგია ეს დაავადება. რასთან აქვს? საკმაოდ მწვალებელი ვერაგი, შეიძლება ცოტა ზაფრია, ამიტომ რაღაცა სავალალო შეგაბდი არ მიყავს შაკიკს, მაგრამ გაწვალება შეუძლია ადამიანის, მით უმეტეს თუ შაკიკის შედეგები არის ხშირი და ძლიერი ინტენსივობით. შაკიკი არის თავის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სახეობა, რომელსაც თან ახლავს როგორც წესი პულსირებადი თავის ტკივილი, თავის რომელიმე ნახევარში თანხლებული შუქის და ხმაურის აუტანლობით და ასე შემდეგ. ეს შეტევა შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე საათიდან 2-3 დღემდე. თუმცა შეიძლება რა მიმართულებები ახასიათებს, რამდენად შეიძლება იყოს მხოლოდ ტკივილი და არ იყოს იგივე შუქის აუტანლობა, ანუ შეიძლება რომ იყოს ამ მხრივ მარტო თქვათ თუ არ არის შუქის აუტანლობა, არ ჩავთვალოთ რომ შაკიკი ეს არის თუ არა განსაზღვრა. როგორ არის ეხლა რაღაც ყველა დაავადებას აქვს რაღაც თავის კრიტერიუმები დიაგნოზის, მათ შორის შაკიკს აი ამ რამოდენიმე ჩამოთვლილი პარამეტრიდან პულსირებადი თავის ტკივილი, ხანგრძლივი, ინტენსიური, მზარდი ფოტოფონოფობია, ანუ შუქის და ხმაურის აუტანლობა, წამოზიდვის შეგრძნება, აქედან 2 თუ არსებობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შაკიკის დიაგნოზი რთული არის მიზეზებზე საუბარი, მაგრამ რა შეგვიძლია ამ კუთხით ვთქვათ, რა შეიძლება გამოიწვიოს შაკიკი და რამდენად შეიძლება აქ იყოს განსაზღვრელი ერთ-ერთი ასაკი. ჩემი მაგალითად გამომდინარე 35 წელი იყო, როცა დადგა ჩემი დაბადების დღე და რამდენიმე დღეში დადგა პირველი ტკივილი. ანუ ასაკთან რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი იყოს კავშირში. კი, ესე გამომწვევი მიზეზი ძნელია ითქვა შაკიკზე, არ არსებობს რაიმე ვირუსი ან პათოლოგიური აგენტი რაიმე, რომელიც ან იმუნოლოგიური დარღვევა, რომელიც შაკიკს იწვევს. არის შაკიკის მიმართ უფრო მოწყვლადი რაღაც გარკვეული ჯგუფები, მათ შორის ქალბატონები და იმ ასაკის რა ასაკშიც დაახლოებით თქვენ დაგეწყოთ ეს შაკიკის შეტევები. 20-დან 39 წლამდე ქალებში უფრო ხშირია, დაახლოებით შეფარდება არის 3 ერთზე. ქალებში ხშირად არსებობს, ბავშვებშიც შაკიკი თქვენ გაიხსენებთ ესეთ შემთხვევებში თქვენს ირგვლივ და აი ეს არის. კიდე შემიძლია ვთქვა, რამ შეიძლება შეუწყოს ხელი შაკიკის აპროვოცირებელ ფაქტორებს. ეს არის პირველ რიგში უძილობა, კვების რეჟიმის დარღვევა, როგორც არასაკმარისი კვება, რომ აი დანაყრებამდე არ მისული, ზომიერ დანაყრებაზე იგულისხმება და დიდი პაუზა, ანუ შიმშილის შეგრძნება ხანგრძლივებული შეიძლება ერთ-ერთი მაპროვოცირებული ფაქტორი იყოს შეტევის. უძილობა გითხარით, ხანგრძლივად გარუჯვა, ზედმეტად ცხარე ან მძაფრი საკვების მიღება, ზოგჯერ სუნი ესეთი და ამას როგორ მივხვდებით? ანუ შეგვიძლია დავაკავშიროთ, თქვათ იგივე შეიძლება ერთჯერადად ესეთი საკვების მიღება გახდეს შეტევის მიზეზი, ან თუნდაც იგი ალბათ შიმშილობის მომენტს შეიძლება დავუკავშიროთ ამ კუთხით, რას დააკვირდეს ადამიანი, რომ მეტნაკლებად შემდეგ უკვე მოახდინოს პრევენცია. ვისაც შაკიკის შეტევების პაციენტებს ამის გარკვეული გამოცდილება აქვს, ისინი თვითონ ყვებიან მაპროვოცირებელ ფაქტორებს, რომელიც იწვევს. შეიძლება არც ერთი არ იწვევს და სპონტანურად ვითარდებოდეს, მაგრამ ძირითადად მაინც ხელს უწყობს. აი ეს მდგომარეობა ზოგისთვის ეს არის დიდხანს ეზე ყოფნა, ზოგისთვის არის შიმშილის შეგრძნება. ძალიან ხშირია, ყველაზე ხშირი მიზეზი არის უძილობა, ანუ გამოუძინებლობა, არასაკმარისი ძილი, დილით გაღვიძება, გასვლა
ბრძონების შეგრძნების გარეშე შეიძლება მაპროვოცირებელი ფაქტორი იყოს და თვითონ ადამიანი რომელსაც აქვს რამოდენიმე შეტევა იცის აი რამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგისთვის ერთი ჭიქა წითელი ღვინო იყოს შეიძლება არ იყოს ეს უფრო მეტად შეძენად იქვია შაკიქს იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად არის თამდევი ბავშვობიდან მოყოლებული მე რაც გამიგია ჩემ გარშემო კი ბავშვებში არის თუმცა მე რაც გამიგია ჩემ გარშემო უმეტეს შემთხვევაში ეკას მაგალითიც რო ავიღოთ ყველა მომს რომ რაღაც ასაკის მერე აი პირველად მოხდა ეს და იმის მერე სულ და რამდენად მძაფრი და მძიმე ფორმა ეს თუ არის ამასთან კავშირში იგივე ბავშვობიდან დაწყებული შეიძლება უფრო რთულად სამართავი იყოს და ხშირი იყოს დიახ ასაგებია ესეთი ხისტი კავშირი შეიძლება არ იყოს შეიძლება ბავშვობიდან იყოს მერე დასვლა ასაკში ესე იგი გაიშვიათე შეტევები გარკვეული რამოდენიმე წლით საერთოდ შეწყდეს ეს შესაძლებელია გვიან დაიწყოს შაკიკი და ძალიან საკმაოდ მტკივნეულად და მტანჯველად მიმდინარეობდეს როგორც შეტევების სიხშირით ისე შეტევების ტკივილის ინტენსივობით ეხლა რაც შეეხება იმას ამ პირდაპირ არ დაგიშვიათ, მაგრამ მე ვიგზენი შეკითხვა რომ თუ არის ეს ესე ვთქვათ მემკვიდრეობითი მათ შორის კი მემკვიდრეობითი დაავადება ეს არ არის, მაგრამ ოჯახურ განწყობას აქვს მნიშვნელობა. ანუ ესე გამოკითხვით დადგენილია, რომ ადამიანებს ვისაც აქვს შაკიკი, მათ ოჯახური ისტორია გაცილებით უფრო მეტია მათ შორის, ვიდრე ვისაც არ აქვს შაკიკი. ბატონ თემურ, ერთი ყველამ ვიცოდით აქამდე რომ გარკვეული მედიკამენტები ვისაც აქვს შაკიკი, რომელსაც ახლა არ დავასახელებთ, არის იმ მომენტში რომ მოგიხსნას შეტევა, ანუ ერთგვარად რაღაცა სქემა გაქვს, მაგრამ არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, როგორიც არის ეს, რომელიც 2010 წლიდან არის ბოტოქსის გამოყენება. ანუ რაასთან გვაქვს საქმე? რამდენად აპრობირებულია ეს ყველაფერი და რამდენად ყველასთვის თუ გააჩნია ფორმას, ანუ ვის შემთხვევაში შეიძლება ეს მეთოდიკა იყოს გამოსავალი. შაკიკის, ну, ძირითადად, ესეთი გავრცელებული შაკიკის ორი ფორმა არსებობს, აურის და აურის გარეშე. რაცა ყველა კითხავს ხვდება გასწრებას. აურა არის წინასწარი ან ციმციმი მხედველობის ველის არეში, რაღაცა ხმაური, ან ზოგჯერ გზნობელობითი შეგრძნებები, არა. ყველა ხშირი ციმციმი ან მხედველობის ველის გარკვეული გამოვარდნა, ну, 5 წუთიდან 9 საათამდე ან 40 წუთამდე, რის შემდეგ იწყება შაკი. ეს არის ნიშანი ხოლმე, რომ ეს არის აურა. ეს არის რაც წინსდევს შაკიკს აურით. არის შაკიკი აურის გარეშე, რომელსაც აურა არ ახლავს. ნუ ორივე შაკიკი ორივეზე ბოტულინო თერაპია გამოიყენება. ამასთან ერთად მე მინდა ვთქვა, რომ შაკიკის კურნალობა არის, ასე ვთქვათ, ორი მიმართულებით. პირველი თვითონ შეტევის მოხსნა, ანუ სწრაფი მოხსნა, ამისთვის არსებობს შეტევის მოხსნელი გარკვეული მედიკამენტები და ზემოქმედებები და რაღაცა სხვა და თუ შაკიკის შეტევები არის ხშირი და მტანჯველი და ახდენს გავლენას პაციენტის სოციალურ და ყოფით აქტივობაზე, ხო, ანუ თვეში რამოდენიმე შეტევა თუ არის 4, 5 ან 10 და მეტი ესეთებიც არის, მაშინ ინიშნება პროფილაქტიკური თერაპია. პროფილაქტიკური თერაპია არის გარკვეული მედიკამენტები, კურსობრივად მისაღები, რომელიც ამცირებს ამ შეტევას და არის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური მეთოდი არის ბოტულინო თერაპია. ბოტულინო თერაპია, ну, ძალიან ცნობილია, ქალბატონები ხშირად იყენებენ. ეს ის ბოტოქსია, მოდი ავხსნათ. ეს მარტივად გამოძრები. გაახალგაზრდობებისთვის. მე ამ შეკითხვის დასმის შემთხვევაში, ბოტოქსი ვიცი ერთი. ეს ის ბოტოქსი. რომელიც სამკურნალოდ სხვა შემთხვევებშიც გამოიყენება. მე როგორც მივხვდეთ, მოდი გამოვიცნობ თემურან, ეს ალბათ, ჩემი ვარაუდით, ეხლა ხან ერთი ეგ ვისაუბროთ, ქალბატონები ნაწილი მამაკაცებით მიმართავენ ბოტოქსს და ალბათ სტატისტიკა მაჩვენებდა, რომ ბოტოქსმა მოხსნა ვიღაცებში ტკივილი, აქედან ამოვიდა მედიცინა, რომ ამას ეფექტია. სწორად ხვდები? სწორად ხვდები. და როგორ მუშაობს, მოდი დავხსნათ ესე იგი, ახსნა როგორ არის, აი ზოგადად გასაგებად რომ თქვა და არ დავახუნდო ტერმინოლოგიით თქვენი გადაცემა, ეს გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც არის ტკივილის შეგრძნების, ტკივილის იმპულსის, ტკივილის
გზების აი გამტარი ხო ნუ აი ტკივილია დაუშვათ რაღაცას დაარტყით ხელი ხო იქ შეიძლება მიდის გარკვეულ გადის თავის გზას მიდის ტვინის გარკვეულ უჯრედებამდე მერე ის ხდება აღზრდება რაღაც მოკლედ რთული მექანიზმია აქ ითვლება რომ ბოტოქსის და ბოტულინური თერაპია ბლოკავს ნერვკუნთოვან გადაცემას და ამის მისი ესე ვთქვათ ეფექტი ამაზეა დაფუძნებული მათ შორის შაკიკის კუნალობაზე როდესაც ის ხელს უშლის აი ამ ტკივილის მედიატორებს ტკივილის გადამტან ნივთიერებების ესე იგი მიტანას კუნთამდე სადაც აღიქმება საბოლოო ჯამში ეს ტკივილი და სიზარღვებამდე სადაც ეს ახსნათ ნიუ ჰოსპიტალსი რას თავაზობს მკურნალობის მეთოდიკაში და ესეც ერთ-ერთი და რამდენად მნიშვნელოვანია ვიცით რომ კოსმეტოლოგებიც ატარებენ ხო ამ თერაპიას უბრალოდ ბოტოქსის ინექციებს მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ შაკიკის შემთხვევაში მივიდეთ სპეციალისტთან და ისეთ ადგილზე სადაც გარანტირებული გვექნება შედეგი ხო აი რა რისკებთან არის ეს ყველაფერი კავშირში რასაკვირველია ყველას შეუძლია გააკეთოს ნემსი მაგრამ ნუ როგორც ყველა საქმეში ალბათ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს კოსმეტოლოგმა კოსმეტოლოგიური საქმე და ვინც ექიმი რომელიც ბოტოქსის ინექციების მეთოდიკას ფლობს თავის საქმე ეს არ არის ძალიან რთული მაგრამ მოითხოვს გარკვეულ მომზადებას და ჩვენ ვაკეთებთ გაცილებით მეცე 28-დან 32-31 წერტილამდე ხდება ეს ინექციები. ესეთი ინექციები ამ რაოდენობით არ კეთდება კოსმეტიკური პროცედურის დროს. ამიტომ შესაძლებელია მარტო შუბლის არეში გავუკეთონ ზოგ შემთხვევაში კონდეს ეფექტი რაღაც, მაგრამ მოწოდებულია ესეთი დიდი რანდომიზირებული კვლევებით, რომ აი იმ წერტილებში, რომელიც არის მოწოდებული იმ რაოდენობით, იმ დოზირებით ეს არის ეფექტური და ნამდვილად არის ეფექტური 100%-იანი არა, მაგრამ დაახლოებით ჩემი პირადი პრაქტიკით და ასე ვთქვათ ლიტერატურის მონაცემებით სადღაც 90% არის ეფექტური. მეტნაკლებად ახალია ეს მეთოდიკა ხო 2000 შედარებით, მაგრამ სოფლის მასშტაბით როგორ არის გავრცელებული ან რამდენად აქტიურად გამოიყენება? ძალიან აქტიურად იყენებენ შაკიკისთვის და არა მხოლოდ შაკიკისთვის, კიდე სხვა დაავადებისთვის, მაგრამ დღეს შაკიკის თემა არა კი ძალიან კი და ალბათ ისევე როგორც კოსმეტოლოგიაში ამას აქვს თავისი დრო, რომლის შემდეგაც რაღაცა თვეების გასვლის შემდეგ ის კარგავს ეფექტურობას, ხო? გადის ორგანიზმში და შესაბამისად ამ კუთხით რა უნდა ვიცოდეთ, ეს არ იქნება ალბათ ერთჯერადი, ხო? რა უნდა იცოდეს პაციენტმა ამ კუთხით? არ იქნება ერთჯერადი, რასაკვირველია შეიძლება გამეორდეს დაახლოებით 3-4 თვეში ვითარდება გახშირება შეტევების ან რაღაცა. შაკიკს განსხვავებით სხვა მდგომარეობის რაზეც ჩვენ ვაკეთებთ, ძირითადად უნებლიე მოძრაობებზე კეთდება ხოლმე ბოტულინური თერაპია, იქ ძალიან კაფიოდ ესე ჩამქრალი უნებლიე მოძრაობა გარკვეული პერიოდის შემდეგ, რამოდენიმე თვის შემდეგ წარმოიშობა. შაკიკის შემთხვევაში ეს სხვა მოძრაობა ეს არის შეგრძნება, ეს არის ტკივილი, ძირითადად ასევე 3-4 თვეში წარმოიშობა. მაგრამ შეიძლება აი ეს ჩახშობილი, აი ამ მეთოდით ჩახშობილი შაკიკის შეტევები, ანუ რემისია შეტევებისგან თავისუფალი მდგომარეობა გახანგრძლივებს უფრო მეტი ვიდრე წამლის რეალურად მოქმედება. ეს არის ინდივიდუალური. ეს პროცესი საკმაოდ მარტივია, ხო? ან ვირა უთხრათ იმ ადამიანს, ვისაც ამ პროცესის ჩატარება უნდა და იშინიათ. ხო არ გამოირჩევა განსაკუთრებული ტკივილი. ესეთი ტკივილია შაკიკის, რომ იმის გვერდით მეგონი კითხვასაც არ დასწავლა. მართლა. საბედნიეროდ არ ვიცი მე არც არ გავიცი. ძლიერი ტკივილია და რა ვიცი თქვენ ხშირი გაქვთ ეს ტკივილი ჰეპატიტები. შეჯამებისკენ რო წავიდეთ, მაინც ალბათ რეკომენდაციებით დავასრულოთ, ხო? რა უნდა ვიცოდეთ ადამიანებმა შაკიკის ირგვლივ და რა როგორი იყოს ჩვენი ყოველდღიურობა? რამდენად სრულად განკურნებადი ალბათ საბოლოოდ არ არის, ხო? ეს რაღაც ხელშემშლელი მედიცინის მხრიდან ამ დაავადებასთან არის რაღაც ბარიერები, იგივე არის ბოტოქსი და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ რაღაცა გარემოებები მაინც უფრო შემსუბუქებაში შეიძლება დაეხმაროთ ამ ადამიანებს. დიახ, ესეა სრულად განკურნება შეტევის თავის ტკივილიდან ადამიანი შეუძლებელია. ამიტომ ითვლება ისე, რომ თუ შაკიკის შეტევა არის 2 თვეში, 3 თვეში ერთხელ, მას პროფილაქტიკური მკურნალობა არ ჭირდება. ან თუ ის არ არის რამოდენიმე დღე გადასული, ან არ აგდებს ჩვეული ცხოვრების რიტმიდან ადამიანს, ხო? იმას არ ჭირდება პროფილაქტიკური მკურნალობა. სამიზნე ზუსტად ეს არის. ტკივილის ინტენსიური
მტკიცების შემცირება და სიხშირის შემცირება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება მიიღწეს აი 100% 64 თვის განმავლობაში 100%-ით ალაგებად აი ამ შაკიკის შეწევით. ზოგ შემთხვევაში გაიშვიათება ძალიან მნიშვნელოვანი და ტკივილის ინტენსივობის შემცირება. ესაც ეფექტია. ძალიან დიდი მადლობა. ვისურვებდი რომ ეს ტკივილი ძალიან ნაკლებს არ ვასერტარებს არ ქონდეს მაგრამ რამდენად ესეთი ძლიერი და მადლობა ნიუ ჰოსპიტალს იმისთვის რომ არის ეს შესაძლებლობა მსოფლიოში გავრცელებული და არის ადგილი სადაც შეიძლება ადამიანმა ამ ტკივილისგან რაღაცა ეშვება იგრძნოს ეს მართლაც შაკიკის მქონე ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა.